გამარჯობა. ეს არის პოდკასტი 31 და მე ხატია ძნელაძე ვარ. დღევანდელი ჩემი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ულამაზესი, უმშვენიერესი ფსიქოლოგი ქალბატონი ლარისა პარკაძე. და მინდა რომ მივესალმო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მობრძანდით, მეწვიეთ და თქვენი ენერგიები, აი რაღაცნაირად გაანათეთ ჩემი ენერგია და მადლობა ძალიან დიდი მადლობა პირიქით, ხათი, ძალიან სიამოვნებით, მიყვარს ეგეთ ადამიანებს, როგორც თქვენ ხართ. ღრმესი მადლობა. ურთიერთობა და საუბარი და სიამოვნებით მოვედი, როგორც თქვენ უკვე მივხვდით. კი, და მადლიერი ვარ ამის გამო უზომოდ და მოკლედ პირველ რიგში რაც მაინტერესებს არის ის რომ აი საიდან დაიწყო თქვენში აი ამ ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი, აი საიდან დაიწყო თქვენში ამ ფიქრმა ძალის, ანუ განხორციელება, რომ გაინტერესებდათ ეს სფერო, საიდან მოვიდა ეს აზრი პირველად თქვენ ცხოვრებაში? ძალიან საინტერესოა და მაინტერესებს. ისე ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩემი მშობლები სამხედრო, მამა ჩემი სამხედრო გემის კაპიტანი იყო. გაზრდილი ვარ, მაგიდაზე სულ წიგნები იყო, კარლ მარქს, ფრიდრიხ ენგელს. მაშინ საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ფსიქოლოგია, აქამდე საერთო ფსიქოლოგია, მამა ჩემი ეს წიგნები კითხულობდა და აინტერესებდა და აქამდე ეს წიგნები მაქვს სახლში. ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ როგორც პროფესია მე მაშინ არ იყო ეს პოპულარული, არც ფიქრობდი რომ შეიძლება მაგ მიმართულებით პროფესია, ამიტომ სიმართლე გითხრა, ფსიქოლოგია ჩემი მესამე პროფესია, შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ მე მაქვს არადამთავრებული პეტერბურგში, ლენინგრადში მიკრობიოლოგია. მე საქართველოში სწავლობდი გპი-ში, იმიტომ რომ რუსული ენა არ იყო. გადმოვედი როცა საქართველოში, დავამთავრე ეს ინსტიტუტი და უკვე ბავშვები რომ მყავდნენ სამი შვილი, გადავწყვიტე რომ მინდა წიგნის დაწერა და მივხვდი რომ რაღაც ცოდნა მაკლია და რა ცოდნა ფსიქოლოგიის. და ჩავაბარე აქ იყო საკმაოდ ცნობილი მთელ მსოფლიოში უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. მესამე კურსზე დავჯექი, დავამთავრე ეს და ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რომ ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ინტერესი. იმის მერე უკვე სწავლობ აქამდე, ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი და უბედნიერესი ვარ, ჩემი ოჯახი და რა ვიცი, რაც ვარ, ვინც ვარ. ღმერთმა უბედნიერი გამყავოთ. მადლობა. რა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ახსენეთ წიგნის დაწერა. თქვენ გაქვთ გამოცემული წიგნი, ძალიან საინტერესო. გადავერთი უკვე სულ სხვა რაღაცაზე და ეს, რა ვიცი, ალბათ არაცნობიერად სინამდვილეში მინდოდა შინაგანი განვითარება. ალბათ ეს იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში რაც მე მომცა ეს სწავლება, ეს შინაგანი განვითარება, სხვა კუთხით დანახვა, საკუთარი თავის პირველ რიგში, იმ პრობლემების, რაზეც მე დავიჯახე ცხოვრებაში, ოჯახში, სხვანაირად, ნახეთ, ბავშვები, სამი ბავშვი უკვე მყავდა და ბავშვის ხედვით რომ დავინახე სამყარო, აღმოჩნდა რომ ჩემი ხედვა სულ სხვანაირი, ბავშვები სულ სხვანაირი და აქ რაღაც უნდა შეცვალოთ, ხო? კი. და რაღაც ვერ ხვდები. რაღაცას ვერ ხვდები. ეგ მაქვს ძალიან კარგად. ჩემი უფროსი შვილი, ახლა 35 წლის არის. ძალიან ნიჭიერია, ძალიან განვითარებულია, ფილოსოფოსია. მაგან ზუსტად წერს, ლექსებს, მოთხრობებს, ატავს, მოკლედ, ძალიან ისეთი ცხოვრები ცხოვრობს და
თავიდან დაბადებიდან ეს ბავშვი რაღაცა სხვანაირი იყო და ვერ ხვდებოდი რა ხდება. ნუ ეს ხო იცი მშობლები მაინც მიდომ ეცეც მაშინ ესეთი ცოდნა რომელიც ეხლა გვაქვს საკუთარ თავს მიმართ და ბავშვების აღზრდის მიმართ, ეგეთი ცოდნა არ იყო ჩვენ ვზრდიდით ასე როგორც ნუ ჩვენ ვიცოდით, ხო? როგორც ჩვენ ვიყავით ამ მოდელებში. ამიტომ ვხედავდი რომ ეს მოდელი რომელიც მე ვზრდი ბავშვებს ჩვენ მე და ჩემი მეუღლე რაღაცნაირად კონფლიქტში შევდიოდით. ეს უკვე 9 წლის არის ბავშვი, 10-11 თორე ძლიერია ძალიან, გონებრივად, სულიერად და ვხედავდი რომ რაღაცნაირად აცდენაში ვართ. და აი რომ ის ხედვით მაშინ რომ შევეცდები და ვინახო სამყარო მივხვდი რომ ბევრი რამე არ ვიცი და აი ამაში უკვე დამეხმარა. იცით რა, მიზანი როცა შენ დასახული გაქვს სამყარო მიგიყვანს იქ სადაც შენი ადგილი. კი და ეგ ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ამ გულწრფელობისთვის რომელიც აღნიშნეთ, იმიტომ რომ აი როდესაც შვილი ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩნდება კონფლიქტი შენ თავთან, რომ აი როგორ გინდა რომ აღზარდო. არის რაღაცნაირად მრავალმხრივი ცოდნა, ირგვლივ უამრავი რაღაცა მოსაზრება, თუნდაც ფსიქოლოგიურადაც უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ამ შემთხვევაში რას ურჩევდი ახალბედა დედებს, თქვენ რას ურჩევდით? აი ზუსტად მაგ კონფლიქტური ფონებიდან საკუთარ თავთან, თუნდაც თავის პარტნიორთან, სიტუაციური მდგომარეობებიდან გამომდინარე, აი საიდან უნდა დაიწყონ მუშაობა. გუშინ მაგალითად ვიყიდე წიგნი თავისუფალი ბავშვი, თავისუფალი რაღაცა აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით და რაღაცა ძალიან დიდი წიგნია და მაინტერესებს ამას უნდა ჩავუჭი და წავიკითხო ახლა ამ დღეებში, ხო და აი მეც მაინტერესებს ეგ ყველაფერი, რას ეტყოდით თქვენ აი ამ ახალბედა დედებს? ხო, ნუ ის რაც რა თქმა უნდა მე უკვე როგორც მეცნიერება პერინატალურ ფსიქოლოგიაში მე შევედი, მუშაობდი სხვათა შორის ანტენატალური კლასი გვაქვს მაშინ საქართველოში პერინატალური ფსიქოლოგია ეს არის 2006-2007 წელი. პერინატალური ფსიქოლოგია პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში. ვენუს ჯორჯია კლინიკა მათთან ვიწყებ თანამშრომლობას და ხო და უკვე იმ ორსულებთან ვიწყებთ პერინატალურ ფსიქოლოგიაზე ლექციები და მე რაღაცნაირად ხდება ერთი პირველი ჯგუფი, 3 გოგო ორსულები და დავიწყეთ უკვე მაგ ტრენინგები, ნეონატოლოგი მუშაობდა და ფსიქოლოგი მე. მაშინ ეს უცნობი იყო, თუმცა საერთოდ ეს პერინატალური ფსიქოლოგია მე-20 საუკუნის ბოლოს განვითარდა, იმიტომ რომ უკვე ჩანდა მეცნიერულად ხედავდნენ რომ თუ ადრე ესეთი ცოდნა იყო რომ ბავშვი მუცელში უბრალოდ ისახება ყველაფერი და მერე რომ დაიბადება იწყება ფუნქციონირება და აღზრდა, ასე ვთქვათ. ეხლა მივხვდით ეხოსკოპიის საშუალებით ჩვენ ვხედავდით, რომ თუმცა აღმოჩნდა რომ ბავშვი მუცელში ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. ბავშვს თავისი რეაქციები დედაზე დამოკიდებული არ არის. თავიდან შეიძლება კი აი პირველი ტრიმესტრი, მაგრამ მეორე რაც უფრო ვითარდება მატერიალური სხეული, იქ ჩანს ხასიათი. ანუ ჩადებული უკვე ეს ყველაფერი არის. ბავშვი თვითონ თამაშობს, ბავშვი რეაქციას აძლევს შეიძლება დედისთვის სასიამოვნო სუნი, ბავშვისთვის არ არის, ბავშვი აი ესე იმალება. უკვე ჩვენ ვხედავდით დეპრესიები, გიპერაქტიულობა, ანუ ბევრი რამე უკვე ნათელი გახდა, რომ ისე არ არის, როცა ჩვენ ცოდნა იყო, რომ როგორც აი სადღაც ბუნკერში ზის ბავშვი მუცელში და არაფერი არ იმუქრება. არა, უკვე მე ბოლო სემესტრში ბავშვი ეგ დადგენილია, ბავშვი ცხოვრობს, იღებს ვიბრაციების საშუალებით, ბგერების საშუალებით ინფორმაცია სოციუმიდან, ანუ კონტაქტობს სოციუმთან. ეგ ცოდნა უკვე მე თვითონ მაშინ უკვე 3 შვილი მყავდა, ჩემთვის იყო აღმოჩენა. და ძალიან დამაინტერესდა. და თქვენი რო კითხვა რომ როდის და რანაირად და მაშინაც ზუსტად ვასწავლიდით და ეხლაც ვასწავლით ორსულ ქალს.
მოსმენა შენი შვილის მუცელში აი როგორ შენთან ლაპარაკობს აი რა ნიშნებს აძლევს დღეს ჩვენ უკვე ვიცით მაგალითად თოთო ბავშვი რა ბგერებით მიხვდებით მაგ მუცელის ტკივა შია ან რაღაცა უნდა ანუ ნახე იმდენად უკვე განვითარდა ეს ყველაფერი მაგრამ თავიდან მე რომ მინდა როგორი ბავშვი დავინახო ჩემი შვილი როგორი პირველ რიგში მე უნდა ვიყო მშვიდად ხდები არა იგეთი აჰა ანუ მე თუ მინდა რომ ბავშვი იყოს გახსნილი აქტიური ენერგიული რა თქმა უნდა ბუნება ბავშვისაც აქვს თავისი ამაზე ლაპარაკი არ არის ჭადებული დნმ დონეზე მაგრამ შენ თვითონ პირველ რიგში დედა და მერე ოჯახი სადაც იზრდება ბავშვი იმიტომ რომ ოჯახი არის ბავშვისთვის ძალიან დიდხანს 3 წლამდე კი არა 15 წლამდე და საერთოდ ოჯახი არის ბავშვისთვის სამყარო ოჯახი არის ბავშვისთვის ღმერთი და ყველაფერი მithumetet პატარა ბავშვისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რა ატმოსფეროში იზრდება ბავშვი და შენ თუ გინდა რომ შენი შვილი აი ესეთი დაინახო შენ თვითონ განვითარდი და შენ თვითონ განვითარე საკუთარ თავში ეს უნარჩვევები. რა თქმა უნდა მარტო დედაზე არ არის აქ ლაპარაკი მთლიანად ოჯახზე მიდის. ამიტომ დღეს უკვე ჩვენ მონიტორინგს ვაკეთებთ მშობლებთან თუ უკვე სწორი მიდგომა ეს მშობელთა სკოლა ქვია ჩვენ ენაზე, ანუ ანტენატალური კლასი, რომელიც მთელ მსოფლიოში ეხლა უფრო და უფრო განვითარებულია. ბებიებთან, ბაბუებთან, მამებთან მთლიანობაში მიდის საუბარი ამაზე და ვასწავლით დავინახოთ ბავშვი, ვიგრძნოთ უკვე მოსადგოთ პერიოდში ბავშვი როგორია. რა ხასიათისა? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ შენ ბავშვის ხასიათის მიხედვით უკვე ავითარებ ბავშვს და საკუთარ თავს ნახე. აქ ძალიან ეს საინტერესო ეს მთელი სამყარო არის. ეს ძალიან საინტერესო. ამიტომ ამისთვის მშობელი უნდა იყოს მზად. დღეს ჩვენ ესე ვამბობთ, ჯერ იმკურნალე შენი თავი? კი, ზუსტად. ჯერ იყავი შენ თვითონ მთლიანი სისტემა დალაგებული, რომ შენ გინდა რომ გაზარდო დალაგებული და ანუ წარმატებული ადამიანი, ასე ვთქვათ. შენ თვითონ პირველ რიგში ეგეთი იყავი. შენ თვითონ განვითარდი საკუთარ ჯერ შენ თვითონ, მერე უკვე იზრუნე ბავშვზე და იფიქრე საერთოდ ოჯახზე. ამიტომ დღეს აი ეს ოჯახის ინსტიტუტი ცოტა უკვე სხვანაირია. ურთიერთობა სხვანაირია, ბავშვებთან ურთიერთობები სხვანაირია და კარგია თუ ცუდია? ალბათ კარგია. იმიტომ რომ დღევანდელ დღეში დედამიწაზე უკვე ადამიანის რაოდენობაზე არ არის ლაპარაკი. ადამიანის ხარისხზე მიდის ლაპარაკი. და ადამიანის ხარისხი, მშობლის ხარისხი და ნუ ეს ჯაჭვი აი ესე გრძელდება ასე. აი ბედნიერი დედა, ბედნიერი რა თქმა უნდა. და ბედნიერი დედა პარტნიორთან არის დამოკიდებული. პარტნიორი უკვე ნახე პარტნიორი მეუღლე ოჯახი უკვე ისეც უკვე ვითარდება. უკვე სხვანაირად უყურებს და ვასწავლით მამაკაცს შენ ქალთან ურთიერთობა, ზრუნვა, იმიტომ რომ შენი ბედნიერი ქალი დღეს უკვე აი ესე მამაკაცი, ასე ვთქვათ, ფიქრობს. მამაკაცი ქმნის სიტუაცია, სადაც ქალი არის ბედნიერი, მაგრამ ქალის ბედნიერება ქალის უკვე ბედნიერების ენერგია ბრუნდება მამაკაცს. და მამაკაცი ამით ხდება წარმატებული. კი. ზუსტად. აი ეს ინიანი რომელიც ხო, ანუ მამაკაცური ქალური ერთობლივია, ერთიანობა, მაგრამ ნუ ერთი მხრივ შენ არ უნდა იყო დამოკიდებული რაღაცნაირად მოახერხო ესე, შენ პარტნიორზე მეორე მხრივ არ არსებობს. არ არსებობს, რომ ეხლა ნუ ხარ დამოკიდებული. არ არსებობს ეგ.
გარკვეულწილად დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, ეხლა მე და თქვენ ეხლაც ვართ გარკვეულწილად დამოკიდებული ერთმანეთზე. უბრალოდ ჯანსაღი დამოკიდებულება არის ის, რომ თქვენს გარეშეც მე ვიცხოვრებ, თქვენც იცხოვრებ, ხო? მაგრამ დღეს ამ კონკრეტულ მომენტში მე ვარ დამოკიდებული თქვენ კითხვებისგან, თქვენ ხარ დამოკიდებული ჩემ პასუხებისგან, ხო? ზუსტად. რისგანაც შედგება ჩვენი პოდკასტი. და შესაბამისად ეს ენერგიაც მოდის ჩვენი პასუხებიდან, ჩვენი კითხვებიდან, ჩვენი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე და ეგ არის ზუსტად რომ უნდა ვისწავლოთ სადღაც ოქროს შუალედი. იმიტომ რომ ბალანსი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ოქროს ხაზი ეს ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც ნებისმიერ კომუნიკაციაში, სადაც არ უნდა ვიკომუნიკაციოთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ თქვენს მუშაობას, სამსახურსა და თქვენს შვილებს შორის, სამი შვილის დედა ხართ, ხო? როგორ ახერხებდით, რომ აქამდე რაღაცა ამდენი ცოდნა დააგროვეთ, ამას ხომ ჭირდება დამენეჯმენტება, როგორ განსაზღვროთ ეს მენეჯმენტი სწორად? ეგ უკვე ოჯახის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრა, მე ამაზე დავიწყე ფიქრი, როცა ჩემი უფროსი შვილი 12-ის, 13-ის, პატარები 5 და 6 წელი განსხვავება უფროს შვილის შორის. ჯერ პატარები იყვნენ, მაგრამ უკვე ვხედავდი, რომ კი, თითქოს ყველაფერი ოჯახში არის დალაგებული. მანამდე არც ფიქრობდი, ჯერ ერთი არ ვიცოდი ქართული ენა ნორმალურად და ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის. ეხლაც შეიძლება შეცდომით ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა უკვე მაინც თავისუფლად ვარ და მაშინ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბარიერი. ეს ერთი მომენტი, მეორე მომენტი ოჯახი, არც ვფიქრობდი, სიმართლე გითხრა, მუშაობაზე, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ ოჯახში მე უნდა ვიყო როგორც დიასახლის, როგორც დედა. ეს ძალიან მომწონდა, სიმართლე გითხრა, კარგად მორგებული ჰქონდა და რეალიზდებოდი. ეგ ნამდვილად ეგრე, მაგრამ ერთშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ვარ ჩემი მეუღლის სამსახური, ვარ ჩემი შვილების რაღაცა დანვარჯიში, სკოლა, ჩემი დედამთილის რაღაც საკითხები, ჩემი მამამთილის სოფელი. ყველგან ვარ, მაგრამ სად ვარ მე? რაღაცნაირად უცბად მივხვდი, რომ დაკარგული. ჩემი მე იყო. სადღაც გაიწოვა, ეგ ძალიან კარგია მეორის მხრივ. და თითქოს გვერდიდან დავინახე ჩემი ოჯახი და ვეკითხებოდი საკუთარ თავს. შენ ხო გინდოდა ეს, რომ ყველა თავისი საქმეთ არიან დაკავებული, დალაგებულია, მშვიდად, რა ვიცი, ძალიან ბედნიერად ყველა არიან. შენ შენ რატო არა ხარ კვაკოფილი? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მივხვდი, რომ ახლა მოვიდა დრო, რომ მე თუ ესე დავტოვებ. მე არავინ არ ვარ, როგორც ვთქვა, საკუთარ თავისთვის ეს ერთი. და ჩემ ოჯახისთვის, ჩემ შვილებისთვის, შეიძლება მეუღლისთვის ვარ პიროვნება და მეგობარი, საყვარელი ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ შვილებისთვის ეს ხედავდნენ ჩემში პიროვნებას ვერ ხედავ, ეგ მივხვდი. ხო. ეს გახდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოძრავი ძალა, რომელიც უცბად ყველაფერი დავტოვე. ესე დავტოვე და დავიწყე 1-2 ჯერ მაგ ინსტიტუტში, უზნაძის ინსტიტუტში 2 საათი, მე ნახევარი დღე, მაგრამ ვიცოდი, რომ წინამდებობა იქნება. ეგ ვიცოდი, იმიტომ რომ ოჯახი მიჩვეული იყო. მე რაღაცა ჩემი საქმე იყო, ყველა დალაგებული იყო ეს როლები, ასე ვთქვათ. მეუღლე უფრო გარეთ მუშაობდა, მე უფრო აქ სახლში და უცბად ხან ერთი არ არის საქმე გაკეთებული ბოლომდე ეს და ყველას უკვე შექმნა რაღაც დისკომფორტი. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს უნდა გადავლახოთ ერთად და გადავლახეთ. მივხვდა ერთადერთი ჩემი დედამთილი სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან მადლიერი ვარ ამას. ლარისა, შენ უნდა იმუშაო. მე შენ აუცილებლად უნდა იმუშაო. შენ არ უნდა დარჩე სახლში. ეს მე სულ მეუბნებოდა. დედა ჩემი ჩუმად იყო და მეხმარებოდა ბავშვებთან. შიგ
დაში ჩემი შვილებიც მეუბნებოდნენ, სამი შვილის დედა არ უნდა იმუშაო. ხო. იმიტომ რომ ეგრე ყავდა მიჩვეული. ხო. აქ იცი რა ხათი არის ნიუანსი, ეხლაც უკვე ამაში ვარ, მაგ მეცნიერებაში ვარ, მაგ უკვე წლები, 20 წლის მეტი ვარ მაგ ყველაფერში. და შესწავლილი მაქვს აი ეს ჯერ გენდერული ფსიქოლოგიას რო სწავლობდი, ეს ფენომენი, ქალის ფენომენი, ასე ვთქვათ, თანამედროვე ქალის ფენომენი ოჯახში. იცი რა, ქალის ბუნება, ქალის ფიზიოლოგია სხვანაირია. განსხვავებულია ვიდრე მამაკაცის. არასდროს გენდერული თანასწორობა ერთია, იმიტომ რომ განათლება მიიღე შენ და ქალი და მამაკაცი ერთნაირი განათლება. ერთნაირად შეიძლება ინტელექტუალური განვითარება. თუმცა ეხლაც ვამბობთ, რომ ქალის ტვინი სხვანაირად მუშაობს, მამაკაცის ტვინი ის არ ნიშნავს უკეთესად ან უარესად. ამაზე ლაპარაკი არ არის. უბრალოდ სხვანაირად. ქალის ტვინი, ინფორმაციის დალაგება ორივე ნახევარისფერო ჩართული არის, ეს ფიზიოლოგია. მამაკაცის უფრო მარცხენა ნახევარისფერო არის ჩართული. მამაკაცის მიდგომა არის უფრო მიზანდასახულობა, უფრო სწორხაზოვანი. ეგ არც კარგი, არც ცუდი, კიდევ და კიდევ მინდა. ქალის უფრო ფართო. ამიტომ ქალი უფრო სწრაფად ეძებს რაღაცას შეიძლება დაინახო, რაც მამაკაცი ვერ დაინახავს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტვინი მამაკაცის სხვანაირად შექმნილია. იმიტომ, რომ დანიშნულება მამაკაცის დედამიწაზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ცივილიზაციაში სხვანაირია, თავისებურია, ქალის თავისებურია. და ამიტომ აქ არავითარ შემთხვევაში უკვე როცა საქმე მიდის და საკითხი მიდის ანუ ფინანსურ მხარეზე. ქალს არ ეხება კი არა, ანუ ქალს არ ევალება ფინანსური ზრუნვა. კი როცა ოჯახს ეს არის მეუღლეობა, მეუღლეები ერთ უღელში რო არიან და ერთი ცხენი რო იღლება, მეორე ცხენი იღებს დათვირთვა საკუთარ თავზე, ოღონდ იქამდე სანამ ეს პირველი ცხენი რომელიც დაიღალა და უშუალოდ დაისვენებს, ხო? ანუ ეს ბუნებრივია აი ეს როლები, მაგრამ სინამდვილეში ქალის ფიზიოლოგია სხვანაირია და აქ ფინანსური დათვირთვა, რომ ქალი უნდა მოიტანოს და ერთნაირად ერთ დონეზე მამაკაცთან იმუშაოს, ეგრე არ არის. ჩვენ გვაქვს დღეს ესეთი მიდგომა და ეგეთი ცოდნა, რომ ქალი მუშაობს სიამოვნებისთვის. განვითარებისთვის, იმიტომ რომ თვითონ მამაკაცისთვის, ბავშვებისთვის, ოჯახისთვის რეალიზებული ქალი, რომელიც რეალიზდებას აკეთებს თავის უნარჩვევებს, მარტო ოჯახში არა, სადღაც გარეთ, რომ იღებს წარმატებას, იღებს რაღაც მიღებას, სიყვარულს, მერე ბრუნდება ოჯახში. სიყვარულის სავსე და აძლევს უკვე ასხივებს მაგ სიყვარულს, მაგ წარმატებას, მაგ ცოდნას, რას ნიშნავს წარმატება უკვე ოჯახში. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ბავშვებისთვის, თუ ბავშვებზე მიდის ლაპარაკი, უკვე მაგალითი. ახე? ეგ არ არის რომ შენ აი დაჩაგრული. თუმცა თუ ქალისთვის ეს მნიშვნელოვანია, აი სოციალიზაცია. არიან ქალები, რომლისთვისაც არ სჭირდება ეს სოციალიზაცია, მშვენივრად არიან. და ეს არც აქვთ პრეტენზია ხანდახან. რა თქმა უნდა, და მშვენივრად არიან, არც უნდათ, მშვენივრად არიან ოჯახში, იმსახურებენ ოჯახს და ეს არავინ არ ამბობს, რომ ეს ცუდია. თუ ამითი ბედნიერები არიან და ეს მოსწონს და ეგ არის. თუ მოთხოვნა აქვს სადღაც რომ ცოტა სხვა აი დაუშვათ წარმატება მიიღო ოჯახი, რა თქმა უნდა თუ ოჯახის ხელშეწყობას და ჩემ შემთხვევაში მე ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ჩემ ოჯახიდან, პირველ რიგში ჩემ მეუღლისგან. თუმცა მე ამბობდა თავიდან, რომ ახალი არაცნობიერი თუ მოიგონებ, მაინც ამდენს ფულს არ მოითან შენ სახში. ძალიან, პატივისცემდა, მე ხედავდა, რომ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს
და მე თვითონ მე არ ვიცოდი რამდენად ეს ჩემთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. ნუ ასე ნაბიჯით მივიდე იქამდე, სადაც ვართ ახლა. და მე აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი თქვენია. კი, აღმოჩნდა რომ ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ბედნიერება, ჩემი რეალიზაცია, ძალიან და სხვათა შორის მეუბნებოდა ჩემი მეუღლე, ეს არის შენი და ხედავდა ეს და ამიტომ სულ ვამბობ მე ძალიან მადლიერი ვარ, ვინც ვარ ახლა პიროვნულად. პროფესია უკვე მერე, მაგრამ პიროვნულად ვინც ვარ მე ახლა, ეს არის დამსახურება ჩემი მეუღლეს და ჩემი შვილის უფროს შვილს. იმიტომ რომ მისი აი განსხვავებული ხედვა მე სულ კითხვის ნიშანი მქონდა, აი რა არის ეს, რა ფენომენია, ვინ არის ეს ჩემი შვილი, რანაირად, როგორ უნდა მასთან აი რა ხდება ეს, რა არის ეს და სულ ვეძებდი, ვქეკავდი ის, როგორც ჩემი მეუღლე ამბობდა, შენ ქეკავდი აბსოლუტამდე მიხვედი, ახლა სად მიდიხარ? აი მაგ უკვე ვედურცოდნაში რო შევედი და ტრანსინტული ცნობიერება, ეგ შემოქმედებითი გონის მეცნიერება 2016 წლიდან ჩემთვის გახდა ძალიან საინტერესო. 2008 წელს მე ვხვდები რეიკი სისტემის. ესეც ჩემთვის აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ მე არც ვიცოდი საერთოდ აკადემიური განათლება მქონდა და ეს პარაფსიქოლოგია მაშინ. ეხლა უკვე ეს ტერმინი პარაფსიქოლოგია ამოღებულია. ეხლა პარა ნიშნავს უცნობი. უცნობი ეხლა არაფერი არ არის. კვანტური მექანიკა რომ განვითარდა და ეს მეცნიერება რომ ჩვენ ვიცით უკვე და ვსაუბრობთ ვიბრაციებით, ენერგიებით, ველით და ცნობიერით მაგ ტერმინებით და მაგ ცოდნა უკვე გვაქვს. უკვე უცნობი არაფერი არ არის მაგ სამყაროში. მაგრამ მაშინ ეს ტერმინი არსებობდა პარაფსიქოლოგია. და ეს იყო ჩემთვის ცოტა აი უხილავი და საინტერესო. არა. შეიძლება საინტერესო იყო, მაგრამ იცი როგორ ფრთხილად ვიყავი ამასთან. ფრთხილად. თუმცა ინსტიტუტში რო სწავლობდი, იქ ენერგიებთან დაჩთერაპია გავდიოდი და სულ ყველა პროფესორები მეუბნებოდნენ, რომ ამაში ვარ ძალიან ის, ანუ ჩემი არის ძალიან ის ნიჭი მაქვს ამაში. ეს ძალიან ნეიროლინგვისტური პროგრამირებას რო გავდიოდი, მაშინ რაღაც აღმოჩნდა ჩემში რაღაც უნარჩვევები, ძალიან შემეშინდა. წავედი მამაოსთან. მამაო, რა ვიცი, 1 საათნახევარი რაღაც ლოცვას კითხულობდა. როგორ ხდება? ხო და ეხლა რა თქმა უნდა უკვე ეს даже რო ვიყავი აი ეს ტრანსცენტრული მედიტაციის მასწავლებლის კურსზე, ნახევარი წელი ვსწავლობდი რაღაც მიმართულება, ტაილანდში ვცხოვრობდი, სპეციალური ადგილი იყო და ძალიან საინტერესო სწავლება იყო, მაშინაც მაინც ლოცმანთან ერთად დავდიოდი, მას კოლოსაგამოს ლოცვას ვკითხულობდი, მაინც რაღაცნაირად აი ეს სიფრთხილე მქონდა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის უფრო სწავლება, ანუ ქრისტიანული ასე ვთქვათ, იყო უფრო ცნობილი აქ ახალს რაც სწავლობდი, კი ძალიან მაინტერესებდა, ვგრძნობდი შინაგან დრო ეს არის ძალიან დიდი სიღრმე და საწყისი, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად ვიყავი. სანამ არ მივხვდი, სანამ უკვე არ შევედი ბოლომდე მაგ ცოდნაში, მაგ მეცნიერებაში და უკვე ანუ ეგ გახდა ჩემი შინაარსი. აი ესე ვიყავი ფრთხილად. და მე მაინტერესებს აი ზოგადად და ვინც არ იცის, აი ტრანსცენდენტული მედიტაცია, აი მოკლედ რო ვკითხოთ, აი რა არის და რა მოაქვს ჩვენთვის, აი რითი შეიძლება რომ ამ ყველაფერმა რაში დაგვეხმაროს? ნუ ეს არის საკმაოდ პოპულარული მექანიზმი. ეს არ არის არც ფილოსოფია, არც რელიგია, ეს არის ტექნიკა, ტექნოლოგია. ვედური ტექნოლოგია, ნუ ვედები იყვნენ უძველესი ცივილიზაციის ცოდნა, ასე ვთქვათ, რომელიც აი საწყისი არის უკვე ყველა რელიგიებში, ყველა ჩვენ ცივილიზაციისთვის საწყისი არის ეს ცოდნა, რაზეც უკვე განვითარდა ჩვენი ცივილიზაციის მიმართულებები, ასე ვთქვათ, და ეხლა
წარმოიდგინეთ, სულ არსებობდა ეს ცოდნა, მაგრამ ეხლა ბრუნდებით ჩვენ მაგ ცოდნასთან, იმიტომ რომ უკვე მეცნიერული, ეს უკვე არ არის არც მისტიური, არც რაღაცა ფილოსოფიური, ეს უკვე მეცნიერება, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს აბსოლუტი, არსებობს აი ესეთი ტრანსცენდენტული ცნობიერება, და იყო ეგეთი მეცნიერი, კვანტური ფიზიკოსი, მაჰარიში მაჰეში იოგი, ინდუსი, რომელიც ძალიან დიდხანს ცხოვრობდა მაგ ასე ვთქვათ ვედებთან, რომელიც ეს არის მე-20 საუკუნის შუა წლები, 50 წლები და როგორც მეცნიერი დაინახა ამ ცოდნაში ძალიან დიდი სარგებლობა თანამედროვე ადამიანებისთვის. მისი დამსახურება იყო ისეთი, რომ ეს უძველესი ცოდნა გადაიყვანა თანამედროვე ენაზე, ისე რომ ეს უზარმაზარი ცოდნა და მექანიზმი გახდა მისაღები თანამედროვე ადამიანისთვის. პრაქტიკა აძლევს საშუალება ძალიან სწრაფად განვითაროს საკუთარი თავი, მივიღოთ ევოლუცია, რაც ნებისმიერი ცოდნა აძლევს, ნებისმიერი რელიგია, ნებისმიერი ფილოსოფია, სწავლება, ტრანსცენდენტული მედიტაციის დროს ხდება. ეს არ არის აი ესეთი ტიპიური მედიტაცია, რომელიც ჩვენ, ეს არის მექანიზმი უფრო, რომელიც აძლევს საშუალება სხეულისთვის მიიღოს ღრმა დასვენება, უფრო ღრმა ვიდრე ღრმა ძილის დროს. იმიტომ რომ სხეულის ჰარმონია მნიშვნელოვანია პირველ რიგში. სხეული ინარჩუნებს, ჩვენ უკვე ვიცით, რომ სად არის ეს არაცნობიერი ფროიდის ენა, ხო? სად არის ეს არაცნობიერი? ეს არის ჩვენი ნეიროსისტემა. ანუ სხეული. სხეულში ინარჩუნება შენი კოგნიტური, ანუ შენი ინტელექტი, შენი ტვინით შეიძლება ძალიან სწრაფად ყველაფერი დაალაგო. აბა მიდი სხეული, შენ არ გინდა დაუშვათ ეგეთი რეაგირება ტვინით, იცი რომ ეგ შენ არ გინდა, შეიძლება იცი რატომ, მაგრამ მოდის დრო და რაღაცნაირად ვერ მართავს შენ სხეულს და აძლევ რეაქციას. არ უსმენს და მაგიტომ, ხო? ადამიანი ჩადებული არის სტრესი ვამბობთ, ანუ ნეიროსისტემა დაჭემულია და შენ ვერ მართავ მაგ სისტემას. როცა სისტემა შენი აქ არ არის ლაპარაკი მაგ ცოდნაში, საერთოდ არ არის ლაპარაკი შინაარსზე. ანუ შენ როგორც პიროვნება, რა შინაარსით ხარ? ანუ რა ღირებულებები გაქვს, რა აზროვნების მოდელი გაქვს, რა ქცევის პატერნები გაქვს. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ჩვენი ნეიროსისტემის, ანუ ჩვენი ორგანიზმის, ჩვენი სისტემის შედეგი. შენი ფიქრების შინაარსიც არის შენი ნეიროსისტემის შედეგი. და აქ პრაქტიკა მუშაობს ზუსტად შლის მაგ ნეიროსისტემაში კვანძები, რომელიც ზუსტად ქმნიან აი ეს შენი ნეიროსისტემის სტრესს ვამბობთ. სტრესი არ ნიშნავს, არც ცუდი, არ კარგი. სტრესი ნიშნავს ზედმეტი პოტენციალი შენ ფიზიოლოგიაში. შეიძლება დადებითი ზედმეტი პოტენციალი ქმნის დაძაბულობა შენ ნერვულ სისტემაში და შენ დაუშვათ ღამეები არ ზინავს. მე არ ახარ კარგად და მე რა ვიცი, კუჩის ტკივა მაგალითად, ან თვალის ტკივა, ან თავის ტკივა. მიხვდი და რეაქცია გაქვს უკვე სხვანაირი, გაღიზიანებული ხარ. სინამდვილეში დადებით ემოციების სავსე ხარ და ეს არ გამოვიდა შენგან ეს ემოციები. პრაქტიკა ძალიან აბალანსებს. სწრაფად აბალანსებს. რატო პოპულარულია მთელ მსოფლიოში? იმიტომ რომ ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი სწავლობს, ბუნებრივია, რაც მთავარია, მეცნიერულად დადგენილია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რას ნიშნავს მეცნიერულად დადგენილი? ანუ ჩვენ ვიცით რა ხდება ჩვენ ორგანიზმში. ჩვენ ეს შეიძლება დავინახოთ მას ენცეფალოგრაფში, ჩვენ შეგვიძლიათ შევამოწმოთ მაგ პრაქტიკის დროს გული როგორ მუშაობს, სხეულში რა პროცესი ხდება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ შენ კონკრეტულად იცი რა ხდება მაგ პრაქტიკის დროს შენში. და სხეული ძალიან მარტივად თავისუფლდება ამ დაძაბულებისგან, ძალიან მარტივად ბალანსდება შენი სისტემა და უკვე შენი ტვინი
მოდუნებულ მდგომარეობაში უკვე აწვდის რესურსს. ხო, ანუ შენ შეგიძლია გამოიყენო უკვე შენი ბუნებრივი რესურსები, უნარჩვევები, შენი ტვინის პოტენციალი მაქსიმალურად აქტიურ ცხოვრებაში. და პოპულარულია ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან მარტივია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ადგილზე შენ შეგიძლია ეს გამოიყენო. გზაში, ბევრ ხალხთან, მარტო ხარ, სიჩუმეში, პრაქტიკულია ძალიან. პრაქტიკულია ძალიან. კი, რა თქმა უნდა, იმის უკან დგას უზარმაზარი ვედური ცოდნა და ვედური ტექნოლოგიები, მაგრამ ეგ უკვე შენ თუ სურვილი გაქვს, კი ბატონო, ცალკე სწავლება არის და უნივერსიტეტები არსებობს ვედური ცოდნის, საერთაშორისო ვედური ცოდნის და მენეჯმენტის უნივერსიტეტი ამერიკაში, არსებობს გალანდიაში, არსებობს ტაილანდში, ну, რა თქმა უნდა, გეგმავთ საქართველოში, ну, რა თქმა უნდა, გეგმავთ ეს და ნაბიჯ-ნაბიჯით მივდივართ. მინდა რომ ყველაფერზე მომიყვეთ და ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ ის დეტალი და ის სიახლე, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ძალიან მალე შემოვა და ვედუ ჩვენ არის მაგ მიმართულებით თუ ვილაპარაკოთ, უკვე მე ძალიან 5-6 წელი ვმუშაობდი მარტო საქართველოში. ეხლა უკვე საკმაოდ დიდი გუნდი ვართ, 6 მასწავლებლები ვართ საქართველოში, საკმაოდ აქტიურად. ყველა მასწავლებლები არიან ძალიან წარმატებულები. ყველა მასწავლებელი ძალიან წარმატებულად მუშაობენ. გვაქვს ცენტრი, გვაქვს Facebook გვერდი, გვაქვს Instagram გვერდი, შეხვედრები გვაქვს და ეხლა ემზადება გახსნისთვის, ალბათ მაისის ბოლოს, ასე ვარაუდობთ, გაიხსნება ვედური ტექნოლოგიების ცენტრი. სადაც აი, ნახეთ, აქ მახარიშის პროგრამები არსებობს, ძალიან ბევრი მიმართულებები. მარტო, ну, ტრანსინტურიმიტაცია ის როგორც მექანიზმი ადამიანის სწავლოს, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები არსებობს, მოწინავე პრაქტიკები არის თემსიტკის პროგრამა. ანუ მაგ მიმართულებით ძალიან ვითარდება ადამიანი. ყველა ფსიქოთერაპიის მიმართულებით მე ამაზე შემიძლია ვილაპარაკო მამაცად, იმიტომ რომ ეს ვიცი, ეს მიმართულება პრაქტიკულად რაც აიღო განვითარება ფსიქოთერაპიაში და ფსიქოლოგიაში მე-20 საუკუნის ბოლოს, ეს იყო მახარიშის ხელში გავლილი სპეციალისტები, ანუ პროფესორები, ვინც გაიარა მახარიშის ხელში სწავლებები, მიმართულებები, განვითარებები და შექმნის უკვე ქმნის, ანუ ეს თანამედროვე მიდგომა, კვანტური ფსიქოლოგია თუ გინდა, ცოტა სხვანაირი მიდგომა, განსხვავებული ვიდრე კლასიკური, ვიდრე როგორც დავუშვათ კვანტური მექანიკა და კლასიკური ფიზიკა, ცოტა განსხვავებული ხედვა სხვანაირი, ანუ ლაპარაკი მიდის უკვე ძალიან დიდ სიღრმეში. არის ინტელექტუალური ცოდნა, ანუ ფსიქოთერაპია, რომელიც ინტელექტუალურად ქმნის, ასე ვთქვათ, და შლის ბევრ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასწავლის, როგორ უნდა მართო შენ პროცესს, შენ ემოციებს, როგორ უნდა გაიგო რა პროცესი შენში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღევანდელ დღეში საკმარისი არ არის. საკმარისი არ არის გეცოდინებათ, რატომ შენ აძლევ მაგ რეაქციას. საჭირო არის უკვე ცოტა სიღრმეში მუშაობა, სადაც ინტელექტი არ არის, სადაც უკვე შეგრძნებები, გრძნობები, სადაც არის უკვე ველი, სადაც არის ვიბრაცია, სადაც არის ბგერა, სადაც არის სინათლე. ამიტომ წინა პლანზეა საქართველოშიც კი და საქართველოშიც კი ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში, ევროპაში ეს 100 წლის წინ მიიღო ძალიან დიდი განვითარება. მაგრამ საქართველოში ეს ძალიან ბუნებრივია. ქართველი ადამიანი და ქართული ისტორია და ფესვი არის იმდენად ძლიერი და ღრმა, რომ ეს კი შეიძლება 100 წლის ადრე დაიწყო, დაუშვათ ამერიკაში, ევროპაში ეს განვითარება, მაგრამ
საქართველოს ძალიან სწრაფად ვითარდება ამ მხრივ და თქვენ თვითონ ხედავთ რამდენად ეხლა ძალიან პოპულარული ხდება ეს შეხვედრები, სადაც ბგერა და თერაპიები დიახ, ძალიან ჩვენი ხალხი, ჩვენი სპეციალისტები ბუნებრივად გრძნობენ, იმიტომ რომ ქართული ხალხური სიმღერები ეს არის ვედური ბგერები, ეს არის ვედური გიმნები. ნუ მოშენ ძალიან საინტერესო არის ეს ვითარება. ეს მე მაინტერესებს, ვიცი რომ ამას მოკლედ შეიძლება ვერ მეტყვით, მაგრამ აი ვედური ფილოსოფია ზოგადად აი რას მოიცავს თავისი არსით? მოიცავს ის რომ ჩვენ ვართ ერთიანი ველი. ჩვენში არის ყველაფერი. ჩვენ ვართ ეს. ჩვენში არის ეს ღმერთის წყარო, ღმერთის ცნობიერება, ჩვენ შეგვიძლიათ განვითაროთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენ ვართ ეს ცნობიერება. და ჩვენვე ვართ ჩვენი რესურსი, რომ აბსოლუტურად. ყველაფერი და ყველგან ჩვენ ვართ. ყველაფერად არა ვართ. ჩვენ მაგალითად დღეს ერთად ან გუშინ წინ ხო რაღაც ვედური ცოდნა ასწავლის და ეხლა უკვე კვანტური მექანიკა ასწავლის, რომ არსებობს ერთიანი ველი, ბუნების კანონის ერთიანი ველი, სადაც ვართ ერთიანი, სადაც შეიძლება მატერიალურ სამყაროში სხვადასხვა ფორმა ვარ და შინაარსი, სხვადასხვა ვედური მეცნიერება ასწავლის, რომ არსებობს ფორმა, მაგრამ შინაარსი უკვე შენ თვითონ მაგ ფორმის აძლევ, ანუ ჩვენ თვითონ ვაძლევთ. არსებობს ფორმა, მაგრამ შინაარსი უკვე ჩვენ ვდებთ მაგ შინაარსს. მე შემიძლია მაგ ფორმაში სულ სხვანაირად გამოვიყენო, ხო, ეს ფორმა და შინაარსი იქნება უკვე სხვანაირი. ამიტომ ჩვენზე არის დამოკიდებული ბევრი რამე. ჩვენი რეალობა ჩვენზე არის დამოკიდებული. ეს ასწავლის ეს ვედური მეცნიერება, მაგრამ დღეს ეგ უკვე თუ 50 წლის, даже 50 წლის წინ ეს ჯერჯერობით რაღაცნაირად ეჩვის თვალით უყურებდნენ ხალხი, დღეს აბსოლუტურად ნათელია ყველასთვის. ჩვენ ეგ ვიცით და ეს ძალიან კარგია. ერთი მხრივ საკმაოდ რთულ დროში ვცხოვრობთ, მეორეს მხრივ თუ სხვანაირად დავინახოთ საკუთარი თავი, აი ზუსტად ამ კუთხით ჩვენ თვითონ შეგვიძლიათ შექმნათ მაგ რთულ სიტუაციებში ჩვენი შინაგანი სათვა ვამბობთ ჩვენ. ჩვენი შინაგანი სამყარო, სიმშვიდე, ის ბალანსი, ის სიხარული, ის უპირობო სიყვარული ჩვენ შეგვიძლიათ, იმიტომ ყველა რესურსი გვაქვს და ზუსტად ეს მიმართულებები, კონკრეტულად ტრანსცენდენტული მედიტაცია, მარტივად და სწრაფად ეგარნიშნავს, რომ მარტო არსებობს ეს მიმართულება და ერთადერთი ეს არის, რაც აძლევს საშუალება განვითაროს არავითარ შემთხვევაში. ეს არის მარტივი მექანიზმი, რომელიც სწრაფად აძლევს საშუალება ყოველ პრაქტიკის დროს შენ გვინდა საკუთარ თავში მაგ წყაროსთან ეხები, მაგ აბსოლუტს ეხები, შენ აბსოლუტს ეხები და 15 წუთში გამოდიხარ სრული დაბალანსებული და მერე უკვე მატერიალურ სამყაროში შენ როგორც მაღალი ვიბრაციული სისტემა მოქმედებ, რაც ძალიან კარგი. ეს უკვე შენი აზროვნება სხვანაირია, შენი რეაგირება სხვანაირია, ურთიერთობა ხალხთან სხვანაირია, შენი რეალიზება სხვანაირია, ანუ შენი რეალობა უკვე მაღალი ვიბრაციული. ზოგადად ყველაფერი ცხოვრებაში ხო ვიბრაციებზეა დამოკიდებული, აი მაგათაც დაბალ ვიბრაციული და მაღალ ვიბრაციული ადამიანები ხომ არსებობენ და რას ნიშნავს მაღალ ვიბრაციული ადამიანები? მეტად უფრო განვითარებულები, საკუთარ თავზე ორიენტირებულები. ეს არც ის არ არის ცუდი, არც ეს არ არის კარგი სიტყვაზე, ვისთვის როგორ განსაზღვრებადია, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის ვიბრაციები ყველაფერი, აი ადამიანებიც, მაგრამ ვიბრაციები საიდან მაღალი ვიბრაცია? შენ თუ შენი სისტემა თუ არის დაჭიმული, შენ არ ატარებ მაღალი ვიბრაციული ენერგიით, თორე ეს ყველაფერი არსებობს, დაბალი, მაღალი და ასე შემდეგ, მაგრამ გაჩნია შენ როგორც სისტემა ხარ, რა ვიბრაციებს ატარებ შენ. და ეს არის. ნახე, აქ ხათი შენ იყენებ მაგ ტერმინს უნდა.
რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ? ხო, როგორ ეგ არის საინტერესო. არის მომენტი. რომ კი მე მინდა, უნდა ეს აიძულებს, ასე ვთქვათ, სამყარო ან სოციუმი ან შენ ასე ფიქრობ, უნდა აიძულებს და მინდა, ეს უკვე მე მინდა, ეს უკვე სხვა ხარისხია. როცა მე მინდა, მაშინ სამყარო აძლევს გზას, აჩვენებს გზას. ბუნება ალაგებს ჩვენ ვამბობთ. მახარიში ამბობდა, დამალი შენი სურვილი ღრმა გულში. და მიეცი საშუალებას სამყაროსთვის ასრულებს მას. შენ სურვილს. სამყარო, ნუ ჩქარობ. მაგრამ ეს სურვილი, ეს მოთხოვნა, ეს რაღაცა მიზანი უნდა კონდეს. მაგრამ ძალა არ უნდა დავატანოთ სამყაროს ამ ყველაფრის ასრულებაში. ხო, ეგ ძალიან. მეორეს მხრივ აქ ნახე რა ფაქიზი მომენტი. მეორეს მხრივ ელემენტალურად რო დაჯდე მედიტაციაში და დახუჩე თვალები, ამისთვისაც ცოტა ძალის ხმევა სჭირდება რომ დაჯდე, ხო? იმიტომ რომ შრომა, ენერგია ყველაფერში უნდა ჩავდოთ, რაც უნდა მოვიდეს ჩვენთან, ხო? ნუ აი ეს არის წეგან ახსენეთ რეიკი და მინდა რომ აი ცოტა შევეხოთ. რეიკი სისტემა ეს ძალიან უძველესი ცოდნა, უბრალოდ ცოტა დაუშვათ თუ ტრანსცენდენტული მეცნიერება, ეგ უკვე მე 72 წელს 1972 წელს შექმნილია ეს შემოქმედი გონის მეცნიერება, რომელიც ახლა ძალიან აი ესე ვთქვა და ძლიერდება კაცობრიობაში. ეს რეიკი სისტემა ნიშნავს იაპონურად უნივერსალური, უნიკალური კი ენერგია, სისტემა, რომელიც აძლევს საშუალება გამოიყენო უნიკალური, უნივერსალური ენერგია, რომელიც არსებობს ძალიან საინტერესოა. იგივე ტრანსცენდენტული ცნობიერება, იგივე მაღალი სიხშირის ენერგია, ღმერთის ცნობიერება, ეს პრინციპში სხვადასხვა უბრალოდ სხვადასხვა ტერმინები და შინაარსი ერთნაირია. მაგრამ ამ რეიკის თეორიის მიხედვით ხომ ადამიანებს კურნავენ თუნდაც თავიანთი ძალით, თავიანთი ფაქიზი ენერგიით. თავიანთი ძალით არა, სპეციალისტი, აი ამაში არის გაბანგი. შეხედე, რეიკის სპეციალისტი გამტარია. და სწავლობს, როცა ეს არის ბუნებრივი ენერგია, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. და ბუნებრივად არსებობს. და ჩვენ ნებისმიერი ადამიანი ატარებს მაგ ენერგიას. ნებისმიერი, აბა ეხლა გრძნობ ხელებში სითბოს. კი. ვოთ ეს არის ზუსტად ბიოდენები თუ არა. ეს არის შენატარებ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აქ არხი, ფეხებში და ხელებში, ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად, რომელიც ჩვენ ვატარებთ. ეგ ვიცით, არ ვიცით, გვატარებთ. ეგ ბუნებრივი პროცესი, მაგ ენერგიას ჩვენ ვატარებთ. და შეგვიძლია ვიმკურნალოთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანი. სპეციალისტი უბრალოდ სისტემა, მექანიზმი ასწავლის. იყო ერთი ექიმი უსუია იაპონელი, რომელიც, ეგეთი ლეგენდა არის. მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის და ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იპოვა რაღაც სადღაც ბუდისტურ მონასტერში გზა ტექსტები, იქ სქემები, დაიწყო მაგ სქემების სწავლება, მე შევიდა მედიტაციაში, მოვიდა რაღაცა ცოდნა და შექმნა აი ეს სისტემა. მე მიხვდა რომ ეს ამ მიდგომით რომ ადამიანთან ეხებოდა კურნალობა იყო. და ამიტომ ეს განვითარდა ეს მიმართულება კურნალის მიმართულებით. ხო, იმიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო, რომ კი, ძალიან საინტერესო. მე სხვათა შორის პირველად წლების უკან თქვენიდან გამომდინარე დამაინტერესა მაგ ამბავმა და თქვენგან გავიგე ეგ სფეროც, ეგ ამბავიც და მე მოვიძიე, გამოვიკულიე, მაინტერესებდა, ინფორმირებული ვიყავი მე მაგ თემასთან დაკავშირებით და მაგიტომ ძალიან საინტერესოა, აი როგორ
შეუძლია ადამიანის ენერგიას, რომ ის მეორე ადამიანი განკურნოს თუნდაც რაღაცა კონკრეტული ტრაუმებისგან, ენერგეტიკული რაღაცა სწავლობს სპეციალისტი, გადის ჩვეულებრივი სწავლება, შენ შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი, ეგეც ძალიან ბუნებრივი მიმართულება და პროცესი. თქვენ ასწავლით ამას? კი, მე ვარ მეოთხე საფეხურის მასწავლებელი, მაგრამ დიდხანს მე 2008 წლიდან ვარ მასწავლებელი მაგ პრაქტიკის, მაგრამ ძალიან თავს ვერიდებოდი. არ ვთვლიდი, რომ უფლება მქონდა. მე თვითონ სწავლობდი ჯერ, ანუ მუშაობაში. მუდმივად სწავლაში ხარ მაინც ადამიანი. ნუ კი, რა თქმა უნდა. ბოლო პერიოდში უკვე შეიძლება მივეცი საკუთარ თავს უფლება და შეიძლება ვასწავლე ხალხს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც აი ამ ცენტრში, რომელიც ახლა გაიხსნება, აი ზუსტად ის ძალიან ბევრი ცოდნა აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ ძალიან დაგროვილი მაქვს ბევრი ცოდნა, რომელიც ალბათ ცოტა სისტემაში შევიყვანე უკვე და მაგ სისტემით უკვე წავიყვან. იგივე ფსიქოთერაპიის დროს, იგივე ცალ-ცალკე მუშაობა, რეიკით მუშაობა, ტრანსცენდენტული მედიტაციის სწავლება. ეს იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის ადამიანის ცნობიერება, ეს ყველაფერი ადამიანზე ორიენტირებული, მის ნერვულ სისტემაზე, მის განვითარებაზე, მის ევოლუციაზე, ეს ყველა ტექნოლოგიები საწყისი ერთია და ორიენტირებული არის ადამიანის განვითარებაზე. რაღაცნაირად ესე მოხდა, ერთი ვისწავლე და მაინტერესდა სხვა, ესეც ვისწავლე და მაინტერესდა სხვა და აი დაგროვდა ეს ყველაფერი. ეგრეა ზოგადად მეც ეგ რომ რაღაც კონკრეტულ სფეროში რომ შევდივარ და ვსწავლობ, აი მაინტერესებს რაღაც სხვა, მე რაღაც სხვა და აი თითქოს შრეებია, რომელიც აი მუდმივი პროცესებია ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც გვანვითარებს. აბა რა. ეგ არის განვითარება. აბა რა და ეს აუცილებლად უნდა განგეხორციელებინათ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ადამიანი, რომელსაც აქვს დაგროვილი ეს თავისი ცოდნა და ამას არ გადმოსცემს, ან ამას რაღაცნაირად არ მოიტანს საზოგადოებამდე, რომელსაც შეუძლია რომ სხვებს დაეხმაროს. მგონია რომ ცოდვა ეგ დაკარგული ენერგია და შრომა და რატომაც არა ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ადამიანებისთვის. თან მით უმეტეს ადამიანებს სამწუხაროდ გონიათ რომ ის რა ჩემით მივხედავ თავს და ჩემით განვიკურნები ამ ტრაუმებისგან. კი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ საკუთარ თავზე იმუშაოს, მაგრამ მე მგონია რომ პროფესიონალის ჩარევა ამ დროს როცა შენ სხვაზე ხარ ძალიან რაღაც დონეზე ადამიანი დაეხმარებს, ანუ კბილი რო ტკივა შენ რაღაც დონეზე, რა ვიცი, ანალგინს დალევ, ანუ პარაცეტამოლს დალევ და ეს, მაგრამ თუ სიღრმეში მიდის მუშაობა, შენ სპეციალისტთან მიდიხარ, რა თქმა უნდა. და შეიძლება არიან ნაკლებად პროფესიონალური, მაგრამ ძირითადად ფსიქოლოგი თუ დამთავრებული აქვს, თუ გინდა ბაკალავრი, მაინც უფრო პროფესიონალური მიდგომა. და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი არის ახლა კურსები, ლექციები, ურთიერთობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი და ამიტომ ძალიან სწრაფი განვითარება მიდის. ძალიან სწრაფი ევოლუცია ადამიანის. ნუ სამყარო ინტერნეტ სივრცე ადრე არ იყო. ამდენი ინფორმაცია ჩვენი ტვინიც ვერ ახერხებს მარტივად, ხომ ამ ინფორმაციის გადახარშვას და შემდეგ უკვე რაღაცნაირად ეს დალექილი ინფორმაციებიც მოქმედებს ჩვენზე. კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა კიდე თუ ინფორმაცია მიღებული გაქვს და შენში დარჩა არარეალიზებული, ანუ შენში შევიდა ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი ვიბრაცია. შენში შევიდა, სხვადასხვა ეს არის სტრესი. და მე შენან არ გამოვიდა. კი. ქმედების სახით, მაგალითად, ან რაღაც ლაპარაკის სახით, ანუ შენში დარჩა ისე ღამე სიზმრები არის, აი ღრმა ძილის ფაზა და მერე სიზმრის ფაზა, ესეც არის, ანუ ანეიტრალებს ის რაც შენში შევიდა და არ გამოვიდა, დარჩა, ასე ვთქვათ. ანუ მეორე დღეს დილით შენი ნერვული სისტემა უნდა გაიღვიძოს სუფთა.
არ გამოდის ღრმაძილი უკვე აღარ აქვს ადამიანს და არ თავისუფლდება ბოლომდე შენი ნერვული სისტემა. ამიტომ ეს პრაქტიკები აუცილებელია. წინა პლანზე ხო ნებისმიერი გინდა აი რაც ვიბრაციები, რაც არ არის ინტელექტუალური, სადაც არ არის ჩადებული აი შინაარსი უბრალოდ რო შენ ისვენებ გონება ისვენებ სხეული ისვენებ გონება და სხეული ერთ ტალღაზე დგება და ეს არის უკვე ღრმა დასვენება. ამითი ემზადება შენი ფიზიოლოგი, შენი ტვინი უკვე მეორე დღეს მივიღოთ ახალი ინფორმაცია და ეს ზუსტად ქმნის დაძაბულობა ნერვულ სისტემის, რომ რაც შენში შევიდა, ძირითადად შენში დარჩა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატვა. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ რასაც შინაგანად უამრავი დაავადების თუნდაც მაპროვოცირებელი არის, ჩვენი სტრესები, ჩვენი შინაგანი გამოუხატავი ემოციები, ჩვენში დალექილი ინფორმაცია, რომელიც ვერ გამოვხატეთ, ვერ გამოვეცით. შესაბამისად, ჩვენ ფსიქოსომატურა ამ მდგომარეობას ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება და პროფესიონალის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში. დიახ, აუცილებელიც არის. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ლარისა, წარმატებული, ანუ ზოგადად ის, სადაც გინდა რომ იყო იმ სიტუაციაში, სადაც გინდა რომ აღმოჩნდე, რა არის მაგისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას და ვიყოთ იქ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. აი ამისთვის მე მგონია, რომ სოციალურ გუშინდელ ეპიზოდშიც, წინა ეპიზოდშიც აღვნიშნე, რომ ამისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა. აი თქვენთვის რა არის ამ შემთხვევაში? კი, რა თქმა უნდა, დისციპლინა, ხო. ჯერ ამისთვის ცოდნა რა მინდა, ანუ საკუთარ თავთან კონტაქტი, ვინ ვარ, კი. სურვილებთან ჩაღრმავება. დიახ, აი რა მინდა, როგორ მინდა ვიგრძნო თავი, ჯერ ეს, როგორ მინდა ვიგრძნო. ამისთვის რა უნარჩვევები მაქვს, რა არა მაქვს. და რომ ახორციელო ჩემი სურვილები, ამისთვის რა სჭირდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დისციპლინა, ამაზე ლაპარაკი არ არის. რომ დაალაგო შენი გრაფიკი, რომ იმუშავო, რომ ისწავლო, ან რა ვიცი, რაღაც გააკეთო. კი. აი თქვენს ცხოვრებაში რა ყოფილა გარდამტეხი, აი რა რჩევა ყოფილა გარდამტეხი, რომელსაც თითქოს აი ამოუყირავებია თქვენი ცნობიერი. რა მოუწიათ მსგავსი რჩევა, რომელიც შეგიძლია რომ აი ჩვენს მაყურებლებს ურჩიოთ ახლა ან გვითხრათ, რომელიც აი გააგზრდის რაღაცაზე დაგვაფიქრებს. აი თქვენთვის რა იყო ასეთი გარდამტეხი? ჩემთვის გარდამტეხი რომ უკვე კონკრეტულად საკუთარ თავზე ფიქრი დავიწყე. მიუხედავად ამისა, რომ ოჯახი, შვილები, მეუღლე რაღაც თითქოს წინა პლანზე ვართ ეგრე, ხო, ჩემთვის იყო რომ არ ვგრძნობდი ბედნიერად თავს. კარგად არ მიუხედავად ამისა, რომ მე ვხედავ რომ ჩემს გარშემო ჩემი ოჯახი, მაშინ, ეს არის, ხო, ადამიანისთვის პირველ რიგში. მე ვხედავდი, რომ სულ ყველა კარგად იყვნენ და ამით რა თქმა უნდა ვიყავი ბედნიერი, მაგრამ თქვენში იყო მე რაღაც ჩემში და ხო და ეს იყო. ფიქრობდი, კაცო, შენ ხო გინდოდა ეს, აი რაც გაქვს შენს გარშემო. როგორ არის, აი მაშინ გადამწყვეტი მომენტი იყო, რომ დავტოვე ყველაფერი და წავედი. და აი მაგ შეგრძნებების ნიადაგზე, აი როდის იყო? მე ვიყავი ცუდად, ფიზიკურად ცუდად. ხო. შეშობებები მქონდა, მე ვხდებოდი, რომ რაღაც დეპრესია მაქვს შიგნით და რატომ ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ეგ ხო ბედნიერი ხარ, ანუ პრინციპში ბედნიერი უნდა იყო, მაგრამ რატო არა ხარ? ხო. იმიტომ რომ შინაგანად რაც გინდოდათ იმას არ აკეთებდი. მე რაც ვფიქრობდი, რაც ეხებოდა დაუშვათ ბავშვებს და ანუ როგორც დედა, როგორც მეუღლე, ყველაფერი არის თამაში მაგ ცხოვრებაში. ვითამაშე, ასე ვთქვათ, ავაშენე და всё. ამითი აი ახლა რა ხდება? თითქოს ხო. შემდეგი ეტაპი რა? აი ეს იყო გადამწყვეტი, რომ ეს უკვე ნახეთ, ოჯახი, ბავშვები არ იყვნენ ესე პატარა, რომ მათთან დღე და ღამე ვიყო. უკვე
შეძლეს თვითონ ნელ-ნელა რა თქმა უნდა ვიყავი ეხლაც მაგალითად ეხლაც რო დასჭირდა ჩემი შუათან რაღაც ფეხი ათქინა და ოპერაცია გაკეთდა და ყველაფერი დავტოვე წავედი და ვიყავი მასთან და რა თქმა უნდა ხო ანუ როცა საჭირო არის მაგრამ ეგ ბუნებრივია მაგრამ უკვე არ იყო ისე რომ დღე და ღამე უნდა ვიჯდე უნდა ძალიან ბევრი დრო დავხარჯო ნუ ყოველთვის ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო და ეს ჩემთვის ჩემი შინაგანი მდგომარეობა და არ მომეწონა ეს. აი ზუსტად ეგ არის, რომ როდესაც დედა არის რეალიზებული, წარმატებული, თუნდაც საკუთარი საქმე აქვს, შვილებსაც რეალიზებული დედა ჭირდებათ და ბედნიერა ის შენი საქმე რო აკეთო ადამიანმა და თქვენ ამ შემთხვევაში თქვენ საქმეს რომ აკეთებდით, აი პირველად როდის იგრძენით, რომ აი სად ვიყავი აქამდე? აი როდის დაიწყო უკვე მაქედან რო გამოხვედით, უკვე დაიწყეთ სწავლა და ის შედეგი როდის მიიღეთ უკავშირი სამყაროსგან. ხო, ნუ როცა პროფესიონალური შედეგები მქონდა. ხო. და რამხელა ბედნიერება თუნდაც გადამდებილებისთვის. ნუ მე ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ ამაზე, რომლებიც მე შეიძლება ჩემში ვერ ხედავდი ამ პოტენციალს, მაგრამ ჩემი მასწავლებლები ხედავდნენ. მაგალითად, მე ჩემი მიმართულება არის პათოფსიქოლოგია და ფსიქიატრებთან ერთობლივი მუშაობა. ფსიქიატრი მკურნალობს, პათოფსიქოლოგი ავითარებს პაციენტის რესურსი, რომ პაციენტი დაინახოს თავისი რესურსი და დაეხმაროს საკუთარ თავს. მკურნალობაში ასე ვთქვათ და ნანა ნიკოლაიშვილი იყო ეგეთი ფსიქიატრი ასათიანის კლინიკაში მაშინ მუშაობდა მე მასთან ვიყავი და ის ქალბატონი ნანა სულ მეუბნებოდა ლარისა დამიჯერე შენ უნდა განვითარო საკუთარი თავი შენ გაქვს შენი მიმართულება, შენ ცალკე უნდა განვითარდე. ეგ არ მესმოდა მე. ხო, და როგორც სპეციალისტი, მე ვერ ხედავ შენი, რომ ზიხარ ფსიქოლოგთან ერთად რაღაცა სადღაც შენი მიმართულება უნდა კონდეს. იპოვებ შენ მიმართულებას. მე არ მესმოდა მაშინ რას ამბობდა. ნამდვილად არ მესმოდა, მაგრამ ნუ ესე გამოვიდა ჩემი ცხოვრება, რომ ესე რაღაცნაირად ხან რას დამაინტერესდა, წავედი და მოვედი იქ, სადაც ვარ ახლა. და დაგროვილი ცოდნა ძალიან მალე განხორციელდება და კი, აი ეს უკვე მოვედი იქამდე, რომ მაისში გაიხსნება ეს ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად გეწევით. ძალიან ბედნიერი ვარ სხვათა შორის. აქაც ჩემი ოჯახი და ჩემი მეუღლე, მე რაღაცნაირად ვერ ბედავდი, სიმართლე გითხრა, მაგრამ აი ოჯახი, შვილები და მეუღლე ძალიან ისე დიდ როლი. პატივისცემა თქვენს მეუღლეს და თქვენს ოჯახს ჩემგან, იმიტომ რომ ამ დროს როდესაც ქალს ჭირდება, თუნდაც ის რომ შედგეს თავის კარიერაში, იყოს რეალიზებული და ქონდეს თავისი საქმე, ამ დროს რომ ხელშეწყობა გაქვს ოჯახისგან, ეს არჩევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ დღეს როგორც ხართ და სადაც მოხვედით, ეს ყველაფერი ჩემი აზრით ზუსტად იმ ხელშეწყობებიდან გამომდინარე ხდება. თორე შეიძლება რომ თქვენ სამ შვილთან ვერც ხელშემწყობი ფაქტორები გქონოდათ, ვერც გამოსულიყავით და თან იმ დროში მით უმეტეს რომელიც ცოტა არ იყოს ბევრი რაღაცა კონკრეტული აი რაღაცა ბაბლისგან თუ რაღაცა შემოსაზღვრლობისგან და კომპლექსური სიტუაციებიდან მომდინარეობდა ძალიან რთული იქნებოდა და ყოჩა ღმერთლა თქვენს მეუღლეს და პატივისცემა ჩემგან მას. მადლობა ნამდვილად. თუმცა აქაც ალბათ ჩემი აი ესეთი როგორ თქვათ დარწმუნება საკუთარ აი ის რაც ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აი ეს იყო ძალიან მახსოვს რომ ძალიან ამას 1000-ჯერ ეს ფიქრები მქონდა ნამდვილად მე აი იმას სახლი დავტოვე ოჯახი დავტოვე ასე ვთქვათ იყო პერიოდი როცა მე 9 წელი საერთოდ ვცხოვრობდი ტაილანდში იქ ვსწავლობდი მე დავდივარ ეხლაც თვე 2 თვე 3 თვე სადღაც ვარ 2 კვირა 3 კვირა თვე ნახევარი ძალიან მაინტერესებს ბევრ რამეს და მაგ მიმართულებით ვითარდები და საჭირო არის განვითარებისთვის. ხო, აი პრაქტიკები, პროგრამებში, ჯდომამ, უკვე დიდ მედიტაციებში. უბრალოდ აქაც მხარდაჭერა მაქვს, მაგრამ
ალბათ ჩემი დამსახურება იმაში რომ ვიცი და მქონდა ეს უნარი რომ დავარწმუნე რომ ეს მნიშვნელოვანია. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, კი რა თქმა უნდა, ჩემთვის, მაგრამ ჩემ ოჯახისთვის. ჩემი მეუღლის და ძალიან დიდი დამსახურება იმაში, რომ რაციონალური აზროვნება აქვს და დაინახა ამ ცოდნაში. რომ თქვენ შეძლებდით რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდა. და ამ ცოდნაში დაინახა ძალიან დიდ რაციონალობას და მნიშვნელობას. კი. აი ეს ძალიან ნიჭიერია და ძალიან ნიჭიერია ადამიანი და ხო ანუ ყველა მეტად ნუ ქართველი მამაკაცი ხო ზოგჯერ მეუბნებოდა აი რომელი ქართველი მამაკაცი გაუშვებს თავის წელს ნახევარი წელი სადღაც ცხოვრობს ყოჩა აი ყოჩა აი ეს იყო ხო მაგრამ ნუ იცოდა და ძალიან რა თქმა უნდა მეც მე უკვე ბრუნდება ჩემი სიყვარული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი აი ესე ვთქვათ, მხარდაჭერა და ისეც წარმატებულია თავის საქმეში. ქირურგია ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში. ბავშვებიც, ყველა ბავშვები წარმატებულებია. ანუ ნახე, ჩაჭვი აი როგორ აი რაღაცნაირად სწორად განაწილდა, ხო? აი ასე. თორემ აი ეგ ყველაფერი ცოტა რთულია რომ შეინარჩუნო, მიიტანო რაღაც, ანუ გაიტანო და აი შეინარჩუნო თუნდაც ოჯახი, აი ასეთი მდგომარეობით სიყვარული, ენერგია და სწორად დააპროვოციროთ თქვენი მდგომარეობები სიტუაცია. აი ყოჩა. კი, ნუ ამაში ალბათ სწავლება ეხლა არ ვიბადებით. არც დედები, არც მშობლები, არც მეუღლეები, არც პარტნიორები არ ვიბადებით. ეს ვითარდებით ასე. ურთიერთობას ვქმნით ჩვენ თვითონ. მაგრამ ნახე, ურთიერთობა რომ პარტნიორთან ან რა ვიცი, სოციუმთან, შვილებთან, მეგობრებთან, მნიშვნელობა არის სამყაროსთან ურთიერთობა პირველ რიგში ჩვენ ვქმნით ეს, მაგრამ პირველ რიგში ურთიერთობა საკუთარ თავთან. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა. იმიტომ რომ თვით სიყვარული, თვით ზრუნვა საკუთარი თავიდან იწყება ყველაფერი. ჩვენი შეგრძნებები. საკუთარი თავის პატივისცემა. მე რას ნიშნავს ეგ პატივისცემა, რომ მე აი პატივისცემ ჩემ აი სურვილებს, ჩემ მოთხოვნებს ამისთვის რომ პატივისცემა მივცევ ჩემ სურვილებს, მე უნდა ვიცოდე ეს სურვილები. რა არის კარგი, რა არის ცუდი ჩემთვის პირველ რიგში. ნუ ძალიან საინტერესო არის ეხლა სამყარო, იმიტომ რომ ეს ცოდნა გვაქვს. კი. თუ გინდა ინტელექტუალური, შინაგანი შეიძლება სულ ეს გქონდა ჩვენ, მაგრამ ინტელექტუალური ცოდნა ის, საერთოდ ცოდნა როგორც ცოდნა არ იყო. უფრო მონასავით ზრდიდნენ, თუ გინდა ქალებს, თუ გინდა მამაკაცებს, თუ გინდა ბავშვებს. ეხლა გვაქვს ეს უკვე თუ გინდა ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც აძლევს საშუალება განვითაროს საკუთარი თავის ხვანაირად. თან მით უმეტეს მამაკაცებს უფრო აი რაღაცა რკინის მამაკაცება დროს ვთვლიდნენ, რომ აი ხომ იცით ეს ფრაზები, რომ აი კაცი ხარ და რა გატირებს, აი რაღაცა მსგავსი სიტყვები და ფრაზები, რომელიც მამაკაცის მენტალურ ფონზე მოქმედებს, რომ აი რაღაცა შემდეგ ზრდასრულ ასაკში რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრაზები მასში იმდენად დალექილია, რომ ანუ ამით ასწავლიან მას, რომ შენ ემოცია არ გამოხატო, შენ რადგან მამაკაცი ხარ, შენ ჩაიხშე შენში და ეს არ ხდება. ზოგადად თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოხატოს თავისი ემოცია და კიდევ კარგი რომ დღევანდელ დღეს შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი თუნდაც მოვისმინოთ უამრავი ფსიქოლოგისგან გამომდინარე, უამრავი სხვადასხვა ვორქშოპებიდან გამომდინარე, ვიაროთ, ვისწავლოთ, განვითარდეთ, თუნდაც რამდენი ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით, ხო? ამიტომაც კი ადრე უფრო იყო ეგ მიდგომები და ახლა რამდენად განვითარდით და რამდენად მაღალ საფეხურზე. ამიტომ ძალიან საინტერესოა და სწრაფად პროცესი მიდის, ძალიან სწრაფად. და ეს ჩვენი უკვე პრაქტიკები, თუ გინდა ეზოტერიკული მიდგომა, ეხმარებიან. აუცილებლად. ეხმარება ძალიან ხალხისთვის. მიწოდება სწორია და შეუძლიათ ბევრი იპოვოთ სხვადასხვა კურსები, სხვადასხვა ტრენინგები და გაიაროს ადამიანი, რაც ონლაინ რეჟიმში ძალიან კარგად მიდის, სწავლებები მიდის ონლაინ რეჟიმში, ძალიან მარტივი გახდა ეს ყველაფერი.
და თან ეს ყველაფერი, როდესაც დამუშავებული გაქვს და ტრავმები, რაც შინაგანი მოდის ჩვენი თუნდაც ღრმა ბავშვობიდან, თუნდაც შეძენილი, თუნდაც სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ეს გვეხმარება რომ ვიყოთ წარმატებულები, ვიყოთ შემდგარი ჩვენ საქმეში და შემდეგ უკვე გადმოვიტანოთ და სწორად გამოვხატოთ ჩვენი თავი. და როდესაც შეგვეძლება ჩვენი თავის გამოხატვა, ჩვენ ვიქნებით, შევძელით ვიტყვით ჩვენ საქმეს, ჩვენ ამბავს, ჩვენს სიტუაციას, რომელსაც მოვყვებით და რომელსაც ვილაპარაკებთ ჩვენი სიტუაციებიდან გამომდინარე. მე მინდა რომ უღრმესი მადლობა გითხრათ დღეს ჩემთან მობრძანებისთვის და ჩემი დღის გალამაზებისთვის ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ თქვენთან საუბარი ყოველთვის არის ჩემთვის ხართ ძალიან დიდი და უსასრულო ენციკლოპედია, რომელსაც მუდმივად რომ კითხულობ და არასდროს არ მთავრდება და ყოველთვის საინტერესოა. ამიტომ მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ჩემთან მობრძანებისთვის. ჩემთვის სასწაულია მე მიყვარს უკვე ამ ყველაფერზე საუბარი და კი, ჩვენ აუცილებლად ხშირად მოგვიწევს საუბარი ამ საინტერესო თემებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. ეს იყო ჩემი პოდკასტის მეორე ეპიზოდი. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მიყურეთ და გემშვიდობებით. ნახვამდის.